მოგესალმებით მეგობრებო. ამ ვიდეოში მე მინდა გასწავლოთ მეხუთე კლასის მასალა, სადაც ისწავლება თანრიგები, კლასები, როგორ იყოფა კლასებად და თანრიგებად რიცხვი მე უკვე ახსნილი მაქვს სხვა ვიდეოში. ახლა მინდა გაჩვენოთ თუ როგორი კითხვები შეიძლება დაისვას მსგავსი ამოცანების დროს. რაც ამ თემას უკავშირდება. აი მაგალითად, გვეუბნებიან, რა ციფრი დგას ასეულების თანრიგში. მე აქ პატარა მინიშნება გავაკეთე, 100 დავწერე, რადგან ასეულების თანრიგს მეკითხებიან. მე ხვდები რა პატარა მინიშნებით, რომ 2 0 მაქვს, ანუ 2-ის შემდეგ დგას ჩემი რიცხვი. 2 ცალი ციფრის შემდეგ დგას ჩემი საძიებო ციფრი, უпроსწორედ ნახეთ. მაშინ ავიღებ 2 ცალ ციფრს გადავხაზავ, აი ესე, და მივიღებ, რომ 7-იანი არის ციფრი, რომელიც დგას ასეულების თანრიგში. ეხლა მეორე კითხვა. რა ციფრი დგას 10.000 ასეულების თანრიგში? 10.000 აქვს 4 ცალი 0, ანუ წარმოდგენით, თქვენ შეგიძლიათ 4 ცალი რიცხვი მოაშოროთ და მაშინ 8-იანი ყოფილა 10.000 ასეულების თანრიგში მდგომი რიცხვი. მგონი ამით გასაგებია. მოდით გადავწერ მე კვლავ აი ამ რიცხვს, რაც ზემოთ იყო. და მინდა გავარჩიოთ 2 კითხვა, რომელიც ძალიან ხშირად ეშლებათ მოსწავლეებს. და მინდა კარგად დაგამახსოვრდეთ, რა განსხვავებაა. როდესაც თქვენ გეკითხებიან, რამდენი ათასეულია, ამ დროს თქვენ ეძებთ ათასეულის თანრიგს 3 0, ხო? 1 2 3 ათასეულის თანრიგი ყოფილა 4-იანი. თუ გეუბნებიან რამდენი ათასეულია, ანუ სიტყვა რამდენი, რაოდენობა, მაშინ აკეთებთ შემდეგნაირად. ამ 4-яნის წინ რა რიცხვიც გექნებათ? იმ რიცხვს დაწერთ, უყურეთ, დაწერთ 8-იანს, მერე დაწერთ ჩვენს რიცხვს 4-იანს და 4-яნის მერე, რაც არ წავიკითხეთ, ხო, ეს 3 ცალი რო გამოვტოვეთ, 3-ვეს გაანულებთ, ნახეთ, ან პირდაპირ დაწერ 84,000-ია. ანუ რამდენი ათასეულია? 84,000-ია. ესე ვქნათ. 84,000 ხო მიიღებთ აქ? ჩვენ ვწერთ მარტო 84-ს. 84,000. მაგრამ თუ თქვენ გეუბნებიან, რა რიცხვია ათასეულების თანრიგში, ესე იგი მარტო 4-იანზე გეკითხებიან, აი აქ რა წერიაო რა? და გამოგივათ, რომ თქვენი პასუხი იქნება მხოლოდ და მხოლოდ 4. გავიმეოროთ ესე იგი. რა ციფრი დგას თანრიგში, ამის პოვნა ჩვენ ვისწავლეთ, პასუხი იქნება კონკრეტული რაიმე ციფრი, ხოლო თუ გვეკითხებიან რამდენი ათასეულია, ამ დროს ათასეულების, ანუ ბოლოს 3 ციფრს გაანულებთ, თვალსაჩინოებისთვის აი ამას გავანულებთ და აქ გაჩვენებთ 84 და ბოლოს 3 ციფრი გავანულეთ და ვკითხულობთ 84 ათასეულია. ასე კი არ დაწეროთ 84,000, არამედ 84 ათასეულია. ეგ იგივეა, რომ რა გაამრავლეს 1000-ზე, რომ 84,000 მიიღესო, ანუ 84
1000-ეულია. მადლობა ყურადღებისთვის. იმედია, ჩემი ვიდეო დაგეხმარებათ. გისურვებთ ბედნიერებას.